ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება. წელს ინოვაციების საზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უნივერსიტეტის სწავლის პროცესშივე თავიანთ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ იმუშაონ ინოვაციური იდეების განვითარებაზე. არა მარტო აკადემიური მიმართულებით ამზადებს მათ, არამედ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებების მიმართულებით ისინი ფიქრობენ უნივერსიტეტის დროსაც და სწორედ ამიტომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს და აფინანსებს ასეთ პროექტებს. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო პროგრამას, კურსს, რომლის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები სწავლობენ თუ როგორ დაამუშავონ სტარტაპ იდეა და ჟიურის წინაშე ხდება შემდგომ ამ იდეების წარდგენა. გამარჯვებული გუნდი იღებს პრიზს. წელს პრიზი იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაციების სამიტზე მონაწილეობის მიღება. ჩვენი სტარტაპ იდეა იყო რილიფერი, რომელიც არის ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის აპლიკაცია. შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს, რომ ადამიანები გაიცნოს და თავის საკუთარ პრობლემებზე ისაუბროს. ჯიტა იყო საუკეთესო გამოცდილება, რაც კი ოდეს მე მქონია, მომცა ძალიან ბევრი ცოდნა გავიცანე, ძალიან მაგარი ადამიანები და საბოლოოდ ყველაფერი იყო საუკეთესო.